დილა მშვიდობისა, გურუ. იმედი მაქვს მშვენიერი დღე გაქვთ. ჩვენ განვიხილავთ ბიტკოინის სქემას, ჩემს გარიგებებს, ტექნიკურ ანალიზს და რა მოხდა გუშინ ტექნოლოგიების აქციებში. ბაზრების უმეტესობა უჩვეულოდ ბრტყელი იყო. ჩემი აზრით, აშშ ხაზინა მხარს უჭერს ბაზარს ირანთან ომის დროს თავისი აქტივების შესაძენად. როდესაც ის ერევა, ფასები იზრდება, ჩარევის გარეშე ბაზრები უცვლელი რჩება. გამოიწერეთ, მოიწონეთ და ჩართეთ შეტყობინებები. მე ვუზიარებ იმას, რაც ვისწავლე 25 წლიანი ინვესტიციებისა და 7 წლის უფასო ყოველდღიური ვიდეოებიდან, მათ შორის ჩემი ვაჭრობის, ინვესტიციების, გაკვეთილების, მოგებისა და წაგების ჩათვლით. ეს არ არის ფინანსური რჩევა. თქვენ თვითონ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები. თუ დამწყები ხართ ან ემოციურად ვაჭრობთ, გირჩევთ ყოველთვიურად იყიდოთ ერთი ხარისხის აქცია, როგორიცაა Google, Nvidia ან Apple, ნაცვლად იმისა, რომ დაიწყოთ აქტიური გარიგება. ჯერ შექმენით პოზიციები ბიტკოინში და ძლიერ კომპანიებში რეგულარული ყიდვით. ტექნიკური და ფუნდამენტური ანალიზის 1 წლის შესწავლის შემდეგ შეგიძლიათ განიხილოთ გარიგება. ჩემი პორტფელი ამჟამად არის დაახლოებით 70% ნაღდი ფული და 30% აქტივები. ჩემი ყველაზე დიდი პოზიციებია Google და Nvidia. მე ასევე ვაშენებ პოზიციებს Alibaba-ში, Apple-ში, TSM-ში, Foxconn-ში, Tesla-სა და Bitcoin-ში. ახლა მოდით გადავიდეთ ბიტკოინის ტექნიკურ ანალიზზე. ჩემი ამჟამინდელი ბიტკოინის გარიგება აჩვენებს დაახლოებით $980 მოგებას დაახლოებით $111 გადასახადის შემდეგ. ეს არის 2 ბიტკოინის პოზიცია, რომელიც გაიხსნა მას შემდეგ, რაც 2 დღის წინ მივიღეთ დაახლოებით $29,000 მოგება. 15-ის წუთიან დიაგრამაზე მე მაშინ ვხედავ პატარა თავისა და მხრების შაბლონს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოკლევადიანი ვარდნა. თუმცა 4 საათიან დიაგრამაზე ბიტკოინი კვლავ აყვავებულ დროშას ჰგავს უფრო მაღალი მაჩვენებლის მიღწევის შემდეგ. ბაზრების უმეტესობა თითქმის ბრტყელი იყო. ნავთობი დაახლოებით 5%-ით დაეცა, რაც მისასალმებელი ამბავია. მიუხედავად იმისა, რომ სათაურები განიხილავს აშშ-ს მკაცრ ზეწოლას ირანზე, ნავთობი უფრო მცირდება, ვიდრე იზრდება, ამიტომ ეს ნაბიჯი არ იქცევა როგორც ტიპიური ესკალაცია. ნავთობი უკვე იყო ზედმეტად შესყიდული რსზე და სტოქასტურზე და ახლა კლებულობს. ნავთობის 5%-იანი ვარდნის გარდა, სხვა აქტივების უმეტესობამ ძალიან ცოტა გადაინაცვლა. ლითონებმა მოიმატა დაახლოებით 2%-ით, ბიტკოინი ბრტყელი იყო, Nvidia და TSM გაიზარდა დაახლოებით 2%-ით, ხოლო Tesla თითქმის უცვლელი დარჩა. ბიტკოინი ვაჭრობს დაახლოებით $69,900, რაც ჯერ კიდევ შთამბეჭდავია. როგორც ჩანს, ბიტკოინი ელიოტის მეოთხე ტალღიდან მეხუთე ტალღისკენ მოძრაობს. ყოველდღიური და ყოველკვირეული სტოქასტური ზედმეტად იყიდება. ბიტკოინის ინდიკატორი ბოტი რჩება ლურჯან მწვანე ყიდვაზე, ხოლო გურუ ბოტი კვლავ აჩვენებს წითელ გაყიდვას. დღეს ბაზარი მკვეთრად მერყეობდა დაახლოებით $77,000-დან $81,000-მდე. 4 საათიან დიაგრამაზე 1 სანთელი დაეცა დაახლოებით $79,000-დან $77,800-მდე და შემდეგ აღდგა თითქმის მთელი გზა $79,000-მდე. მე არ ვხურავ მთელ პოზიციას, რადგან ეს არის ჩაქუჩის სანთლები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს ზრდის მოთხოვნაზე. ჩაქუჩი იქნება, როდესაც ფასი იკლებს, მაგრამ მყიდველები მას უკან უბრუნებენ საწყის დონეს, სანამ სანთელი დაიხურება. ეს სწრაფი აღდგენა აჩვენებს ყიდვის ზეწოლას. მე ვინარჩუნებ იგივე ორშესაძლო ბიტკოინის დაყენებას. პირველი შესვლა არის დაახლოებით $75,600, მწვანე ხაზით აღნიშნავს შესვლას და წითელი ხაზით აღნიშნავს გაჩერებას. პირველი დაყენება რისკავს $654,750-მდე დაახლოებით 11-ის მიმართ. მეორე 69,800-თან ახლოს, რისკავს $722,000-ზე დაახლოებით 18-ის მიმართ. ბიტკოინმა მიაღწია უფრო მაღალ სიმაღლეს და უფრო დიდი სტრუქტურა კვლავ ჰგავს ხარის დროშას მეოთხე და მეხუთე ტალღებს შორის. საათობრივ და 15 წუთიან სქემებზე, თუმცა თავსა და მხრების მცირე ფორმირება ჩანს.
ეს მოკლევადიანი თანმხრების ნიმუში შეიძლება ადვილად გამოაგზავნოს ბიტკოინის 75,000 დოლარამდე. თავის სიმაღლის გაზომვა ვარაუდობს, რომ სავარაუდო კლება დაახლოებით $3,000 იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინმა მიაღწია უფრო მაღალ დონეს, მოკლევადიანი დაცემის ნიმუში ნათელია. მე შემიძლია ან დავხურო პოზიციის ნაწილი ახლა, ან დავტოვო ჩემი ქვედა ყიდვის ორდერები მზად დასაბრუნებლად. ღია გარიგება დაახლოებით $990 მოგებას აჩვენებს. შემიძლია გავანახევრო და შევინარჩუნო ჩემი კიბეებით შეკვეთები 75,000-დან 76,000 დოლარამდე, რათა ისევ დავამატო, თუ ფასი დაეცემა. მე გადავწყვიტე ვაჭრობის განახევრება მოკლევადიანი თავმხრების ნიმუშის გამო. დაახლოებით $3,000 ვარდნა ორ ბიტკოინზე დაახლოებით $6,000 უტოლდება, თუმცა 4 საათიანი ჩაქუჩის სანთლები აყვავებულად რჩება. მიღებული გადაწყვეტილება, ხურავ პოზიციის ნახევარს და მივიღე დაახლოებით $470 მოგება. მე შევინარჩუნებ დამატებით შეკვეთებს ქვემოთ კიბეებით, რადგან მოკლევადიანმა შაბლონმა შესაძლოა ბიტკოინი მაინც დაწიოს. მე ვაკეთებ მეორე შეკვეთას ნახევარ ბიტკოინზე $77,000 მახლობლად და ვინარჩუნებ უფრო დაბალ შეკვეთებსაც. ამჟამინდელი პოზიცია ახლა მისი წინა ზომის ნახევარია, ხოლო 4 საათიანი ჩაქუჩის სანთლები კვლავ გარკვეულ ამაღლებულ მტკიცებულებას იძლევა. ახლა ვამოწმებ ბირჟას. Amazon ახლოსაა ყოველკვირეულ ჩარტში ყველა დროის მაქსიმუმთან. $234, $225 და $186 მაქვს დაგეგმილი შესყიდვები. ტექნიკურად როგორც ყოველკვირეული, ასევე ყოველდღიური ჩარტები წააგავს ზრდის დროშებს. Amazon-ი ზედმეტად იყიდება ყოველდღიურ ჩარტში, ამიტომ მიმზიდველად მეჩვენება. მისი საბაზრო ღირებულება დაახლოებით $2 ტრილიონი, ხოლო ფასი მოგების კოეფიციენტი არის დაახლოებით 21, რაც ახლოსაა ტრადიციული ღირებულების ნიშნულთან. Amazon მუდმივად აჭარბებს შემოსავალს და აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს. წლიურმა შემოსავალმა მიაღწია დაახლოებით $716 მილიარდ, დაახლოებით 77 მილიარდი წმინდა შემოსავლით, რაც წინა წელთან შედარებით 627 მილიარდი იყო და 59 მილიარდი მოგება იყო. შემოსავლების და მოგების ეს ძლიერი წლიური ზრდა არის ზუსტად ის, რაც მე მინდა აქციაში. მეთე უახლოვდება ზედმეტად გაყიდულ ტერიტორიას ყოველკვირეულ ჩარტში. ყიდვის შეკვეთა მაქვს $487-თან ახლოს, თუმცა თავსა და მხრების ნიმუში ჩანს. Clash of League Traders ჯგუფში მხოლოდ 20 წევრი რჩება MacBook Air-ის საჩუქრამდე 250 წევრზე. Kemi-ის მოდელებმა დაასრულეს წარმატებული მეტა გარიგება, ხოლო Kemi-ის სხვა მოდელმა გახსნა გრძელი პოზიცია Tesla-ში. Chat 5 ივნისის Ultra, OpenAI-ის უახლესი მოდელი, ასევე გრძელდებოდა Tesla. Gemini 3 იანვარი კი მაგახსნა ბიტკოინი გრძელი, სხვა მოდელებმა კი ოქროს, ვერცხლის და Microsoft-ის ფასი. ეს არის ჩემი მიმდინარე ბაზრის განახლებები. ქვემოთ მოყვანილი ბმულები მოიცავს Bybit ბონუსს, Wits $200 ბონუსს, უფასო Telegrams, Clash of Apes, Growbots და კურსებს. როდესაც Clash of Apes მიაღწევს 250 წევრს, საზოგადოება მიიღებს MacBook Air-ის საჩუქრებს. მე ასევე გადავწემ iPhone 17 Air Traders, რომელიც იყენებს Bybit-ს. გააზიარეთ თქვენი Bybit გარიგებები და იყავით აქტიური ვიდეოს კომენტარებში და Telegram-ში. MacBook-ისა და iPhone-ის გამარჯვებულებს უახლოეს დღეებში ავირჩევ. საზოგადოების წევრები აცხადებენ ძლიერ შედეგებს. ერთი გაიზარდა $122,000 და თითქმის გაორმაგდა ანგარიში, მეორემ შეადგინა 15,000 Uber-ით, მეორემ მოიპოვა 20,000 ამ პორტფელით, ხოლო მეორე პორტფელი მიაღწია $1,000,000. ამით დასრულდა დღევანდელი ბაზრის განახლება. გამოიწერეთ, მოიწონეთ და ჩართეთ შეტყობინებები. ჩემი პირველი წესი არის ყველაფრის შესწავლა უორენ ბაფეტისგან და ტექნიკური ანალიზი ფინანსური ბაზრებისთვის წიგნების, კურსების და ვიდეოების საშუალებით. როცა დავიწყეთ, ტექნიკურ ანალიზის ვიდეოები არ არსებობდა და წიგნებზე მიდგომა მომიწია. დღეს უამრავი ინფორმაციაა, ამიტომ გაიგეთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია ტექნიკური და ფუნდამენტური ანალიზის შესახებ. მას შეუძლია შეცვალოს შენი ცხოვრება. საოცარი დღე გქონდეთ.
თუ ჩემი ნამუშევარი გეხმარებათ მოგებაში, გავრცელეთ მშვიდობა და დაიცავით ბუნება, ხეები, ცხოველები და ერთმანეთი. ხვალ გნახავ.